რიგით. ზოგადად მეშახტე არის გუნდი, რომელიცაც ყველაზე ცოტა გოლი აქვს გატანილი, მაგრამ სწორედ ტყიბულელების შეტევაზე ღურწკაია. ჩაწოდება საჯარიმოში აქ. შეიძლება გატანა დარტყმაგარის მიმართულებით. სიხარულიძეს ქონდა გოლის გატანის შანსი, გრძელდება შეტევა და საბოლოო ჯამში კუპატაძე ვეტერანმა სიხარულიძემ ვერ მოახერხა. საუბარი ეცდება ტყიბულის მეშახტე მეორე ნომრად თამაშს და დაელოდება თავის შანსებს. სიძლიერეზე გააკეთა აქცენტი აქ. სიხარულიძემ და საბოლოოდ შეაზანზარა ბათუმელთა ხარიხა, თუმცა წარუმატებლად დამატებაზე კი შონიასთაურის სუსტი აღმოჩნდა და კუპატაძემაც კარგად და ზდროულად მოახერხა გადაწყობა. ესეც ასე მეშახტემაც გამოაჩინა კლანჭები. განმეორებით კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი. საუბრობდი რომ მეშახტე გუნდია, რომელსაც ყველაზე ცოტა აქვს გაშვებული. ჩაწოდება საჯარიმოში. დარტყმაგარის მიმართულებით ცდელობა კირკიტაძისა, სწორედ ჯაფარიძე ბურთით, კარგი გადაცემა. მარა სრულმოძრაობები ალბანელი შესრულებით კიდევ ერთი დარტყმაგარის მიმართულებით იბლოკება. ხურდაძე მითამაშა აქ თავგანწირულად, თუმცა აქ რაშვებიან ტყიბულელები. როგორ ვერ მოხერხდა გოლის გატანა. კლავაც გიორგი კოხრეიძე იყო მოვლენათა ეპიცენტრში. მეშახტეს საჩუქარი კოხრეიძეს, რომელიც ვერ შეირგო ახალგაზრდა შემტევმა. ერიკ პიმენტელი იყო ძალიან ცუდი ამ ეპიზოდში, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ყურადღებოთ ითამაშა ბრაზილია. ეს კი მარას კმედებები. ზაფხულში საინტერესოა რამდენად შეინარჩუნებს ვერდი მარას დინამო ბათუმი. ასე მარას მიმართულებით გამუშავა ბურთი ალბანელმა ძალიან კარგად. შეყოლებაც მშვენიერი იყო წულუკიძე. შოუნაძე ამ მომენტის გმირი რა კარგი იყო აქ ტყიბულის მეშახტეს მეკარე. სწრაფად მოიდომეს ტყიბულებმა ბურთის თამაში ყონა საჭმო უფლება არ მისცა, ეს კი წულუკიძის ეპიზოდი. შეეწონო ერთ-ერთზე დაარჩენილს მარას პასი ძალიან კარგი. ეგრევე აი აქ დაერთხა, მეკარის მოტყუებაზე წავიდა, რაც არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება. მშვენიერი ამოსვლა ტყიბულელებისა ხურცკაია თითქოს შეიძლებოდა შონიაზე შეყოლება, არა მარჯვნივ გადაშალა შეტევა, შუბიძის სივრცე არის, საფეხბურთო შეტევა. ასიდაც სიხარულიძეს გააქვს გოლი, ჯერჯერობით თამაშგარი არ ფიქსირდება და სიხარულიძემ მეოთხე გოლი გაიტანა ეროვნული ლიგის 2026 წლის გათამაშებაში და გაუტანა ყოფილ გუნდს. არ დასახა. ხო ნუ გადამოწმდება ალბათ ეს ეპიზოდი. დაასრო თუ არა მოვლენებს ირაკლის სიხარულიძემ. პირველ ჯერზე მას ხარიხა არ გაატანინა, ხოლო ახლა ბურთი გაახვია პირდაპირ კარის ბადეში, მაგრამ ამ გოლს სჭირდება გაოფიციალურება. მეშახტეს საღდეს. კუპატაძემ კი სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაში. მარა ბურთით. სიხარულიძე გოლამდე მატჩის სტარტზე იყო ახლოს აქ. კინაღამ ავტოგოლი ვიხილეთ 5 წუთში. მილჩენკო მარჯვნივ კირკიტაძე. ჩაწოდება საჯარიმოში, შოვნაძეს გაუვარდა ბურთი ხელი და დამატება და დინამო მეორე ტაიმის სტარტზე ატანაბრებს. გატანილი გოლის ავტორი ჩემს მიერ ხსენებული ლუკა წულუკიძეა. რასაც მოყვა გოლი მისი გუნდის კარში. აი აქ როგორ დაეცა ბურთი ზედ შოვნაძის ხვირცი და ამან გაუტულა მეკარეს ბურთის კარგად მოგერიება. წულუკიძე ყურადღებით იყო და მოახერხა გატანაც. 1-1. სწრაფი გოლი დინამომ გაიტანა და ეს უპირატესობას, ფსიქოლოგიურ უპირატესობას რა თქმა უნდა გუნდს მიანიჭებს. თანაც საკუთარ სტადიონზე თამაშობს ჭიაბრიშვილის გუნდი. ვირკვია, სივრცეები არის საპირისპირო ფლანგზე, ბურდული საჯარიმოშია კაპიტანი. სრულმოძრაობა და არტყაგარის მიმართულები და კუპატაძე ერთვება საქმეში. ეს ეპიზოდი თითქოს იქნებოდა შტაბეჭდილება, რომ ბევრად უკეთ მართებდათ აი ამ კონტრიერიშის გამოყენება ტყიბულელებს. თუმცა არც კუთხურია ურიგო ვარიანტი. არა მუშაფეხით სუსტად დაარტყა ბურდულმა. ეს მომენტი. დავასვლიანი კომბინაცია კირკიტაძე. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა ეფექტური. კალანდარიშვილის მცდელობა, რომელიც ხშირად არის
ხელსაყრელ სიტუაციაში. აწია თავი კირკიდაძემ ნახა თავისუფალ სივრცეში მყოფი კალანდარში და მანაც ერთი შეხებით ლამა სტილში მოინდომა გატანა, თუმცა მიზანმა უმთხო. კალანდარშვილის მეორე მცდელობა დღევანდელ შეხვედრაში. შედეგიანი ქმედება არ ქონია. კობახიძე. კირკიდაძის ჩაწოდება დარბაზარის მიმართულებით და აი პირველი გოლი. ხოზრავანიძეზე ვსაუბრობდი, რომ არ ქონდა ამ სეზონში გატანილი და პირველად მოახერხა მე-13 ტურში გოლის გატანა. დამიკულის მომტანი გოლიც კი გაიტანა. მარტო იმეტელის ბურთი გადააფრინდა თავზე. უზადესას დაკარგული ჰქონდა პოზიცია და ამით ისარგებლა ახალგაზრდა ფორვარდმა და თავი დარტყმით. აიღო შოვნაცის გან, რომელშიც დაეხმარა ხარიხა. ხარიხა დღეს დინამოს მხარესაა. არა შეწოდება, არეულობა მეშახტე საჯარიმო მოედანში დარტყმა გარის მიმართულებით. წულუკიძე ცდილობდა დუბლის გაფორმებას, მაგრამ არ გამოუვიდა. არა, ეს ფინიშია, ეს დასასრულია დღევანდელი მატჩისა. იმის მიუხედავად, რომ დინამომ წააგო პირველი ტაიმი,